ჯანმოს მონაცემებით, პლანეტაზე 240 მილიონი ადამიანი მომწამვლელი ტყვის არაუსაფრთხო რაოდენობის შემცველ წყალს მოიხმარს. რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ნევროლოგიური, გულის და სხვა დაავადებები. ტყვის შემცველობამ ახალშობილებში შეიძლება თანდაყოლილი დაზიანება გამოიწვიოს. ასევე ბავშვების ტვინის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს. აშშ-ში 10 მილიონამდე სახლს წყალი კლავინდებურად ტყვის შემცველი მილების მეშვეობით მიეწოდება. ამ პრობლემისათვის ამჟამად ბაზარზე იაფი მოწყობილობა არ არსებობს, რომელიც წყალს უბრალოდ ტყვის შემცველობაზე კი არ შეამოწმებდა, არამედ მყისიერად დონესაც დაადგენდა. ამჟამად წყლის ხარისხის გასაზომად ძალიან დიდსა და ძვირ მანქანებს ვიყენებთ, რომელიც ლაბორატორიაში უნდა განთავსდეს და ნასწავლის სპეციალისტები უნდა მართავდნენ, რომლის გამოყენება ყველგან შეუძლებელია, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, სადაც მისი ღირებულება შემზღუდველი ფაქტორია. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის, ნანიანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და რამდენიმე კერძო კომპანიის ინჟინრებმა წყალში ტყვის აღმოსაჩენი და კონცენტრაციის გასაზომი პატარა მოწყობილობა შეიმუშავეს. ახალ სისტემას, რომელიც კომერციული წარმოებისთვის 2-3 წელში შეიძლება მომზადდეს, წყალში ტყვის კონცენტრაციის მაღალი სიზუსტით დადგენა შეუძლია. ტექნოლოგია მომხმარებელს თითქმის მყისიერი რაოდენობრივი მონაცემებით უზრუნველყოფს და ანალიზისთვის წყლის მცირე წვეთს მოითხოვს. მცირე ზომა, დაბალი ღირებულება ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს განვითარებად ქვეყნებშიც, სადაც წყლის ხარისხის მონიტორინგის შესაძლებლობა ძალზედ შეზღუდულია. ხარვეზის აღმოფხვრას და მგზნობელობის მაღალი დონის მიღწევას ვცდილობთ ჩვენი სენსორით. სტანდარტის სახით აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემები ავიღეთ, რომელიც წყალში დამაბინძურებლის უსაფრთხო ოდენობას მილიარდზე 15 ერთეულით და უფრო ნაკლებით განსაზღვრავს. ჩვენ კი მილიარდზე 1 ნაწილამდე შემოვიფარგლეთ. მეცნიერების მოწყობილობა სხვადასხვა მჟავიანობის მქონე წყალში მუშაობს, რომლის pH-ის დონე 6-დან 8-მდე მერყეობს, რაც მოწყობილობის გამოყენების შესაძლებლობას აფართოებს. კომპანიამ ზღვის და წყალგაყვანილობის წყალზე გამოცადა და გაზომვის სიზუსტე დაადასტურა. ასევე შემუშავებამ შეიძლება შეამსუბუქოს საწარმოო ნარიცხი წყლის მონიტორინგის სისტემის შექმნა აკუმულატორის და ტყვის მწარმოებელი კომპანიებისთვის. ამასთან დაკვირვება რეალურ დროში შეიძლება და დასაშვები მაჩვენებლის გადაჭარბებას მყისიერად აღნიშნავს. უნივერსალური მოწყობილობის შესაქმნელად გუნდმა 2 ტექნოლოგია გააერთიანა: ელექტრონიკა და ოპტიკა, ანუ კაჟის ფოტონიკა. ჩვენი პლატფორმა კაჟის ფოტონიკას ეფუძნება. სადენში მოზრავი ელექტრონების ნაცვლად სინათლეს ვიყენებთ, ხოლო კაჟის საფუძველზე წარმოება ადვილად მასშტაბირდება და დაბალი ღირებულებით გამოირჩევა. ფუნქციონალიზაციის პროტოკოლი შევიმუშავეთ, უნიკალური პროცესი, რომელიც სინათლის სადენებზე სპეციფიური შენაერთების გამყარების საშუალებას იძლევა, რომლის სახელწოდება crown ეთერი, რაც ტყვის ზუსტად აღმოჩენას უზრუნველყოფს. მეცნიერებმა ფოტონურ ჩიპზე წრიული მოლეკულის მიმაგრების ხერხი იპოვეს, crown ეთერის, რომელსაც განსაზღვრული იონების დაჭერა შეუძლია, მაგალითად ტყვის იონების. მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ სასურველი შედეგის მიღწევა შეძლეს ქიმიური პროცესის მეშვეობით, რომელსაც ეწოდება ფიშერის ეთერიფიკაცია, რომლის პოტენციალი ამოწურული არ არის. მეცნიერები მოწყობილობის ფუნქციების გაფართოებას გეგმავენ იმავე ხერხით, სხვა დამაბინძურებლების აღმოსაჩენად: კადმიუმის, სპილენძის, ლითიუმის, ბარიუმის, ცეზიუმის, რადიუმის. ტექნოლოგიის საფუძველზე შეგვიძლია სხვადასხვა crown ეთერის გამოყენება, რომელიც განსაზღვრული იონების მიმართ არის გამორჩეული, მაგალითად ტყვის, კადმიუმის და სხვა. ხანგრძლივადიანი მიზანია ისეთი სისტემის შექმნა, რომელსაც მრავალი სხვადასხვა იონის აღმოჩენა შეუძლია, რაც სხვადასხვა სახის გამოყენებისთვის უნივერსალურს გახდის. მოწყობილობის გამართვას დამაბინძურებლის მიხედვით მეცნიერები ბარათის გამოცვლას ადარებენ, რომელიც საჭირო ელემენტის აღმოსაჩენად უნდა შეარჩიო. მოწყობილობის ზუსტი ღირებულება და გამოშვების თარიღი ჯერ არ ჟღერდება, თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რამდენიმე მწარმოებელთან უკვე მუშაობენ.